გავარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ობიექტივის ტელევიზიის ნომერი 8 სტუდიიდან. მე ვარ ირაკლი კობრავა და გიორგი კარტოზია. თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნებით. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დარეკოთ, გითხრათ თქვენი მოსაზრებები, რა პროცესები მიდის სოფლიოში, საქართველოში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ყველა საკითხზე შეძლებს დაგვარა ჩვენ გაგცემთ ობიექტურ პასუხებს, არა მიკერძეულ ვიწრო პარტიულს. შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან, ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი მიმდინარე პროცესებზე, მოსაზრებები, როგორ შეიძლება ამ ქვეყანას უშველოდ და ბოლო-ბოლოს საშველი დაადგეს და ქვეყანაში ნამდვილად მშვიდობა, ნამდვილად დამოუკიდებლობა, ნამდვილად ერად ჩამოყალიბება გვეღირსოს ოდესმე. თორე ესე თუ გაგრძელდა, არ ვიცი, შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება. ეხლა ორი სიტყვით რა ხდება მსოფლიოში. რა თქმა უნდა, თქვენს ინტერესია დიდი და აკვირდებით მიმდინარე პროცესებს. ისე თუ ასე ეს პროცესები ჩვენს გვეხება, გინდა არ გინდა, პატარა ქვეყანა ვართ და რა ვიცი, როდესაც დიდები ჭიდაობენ, პატარებსაც რაღაცა მოხდება ამ სიტუაციიდან. დღეს ახლა ძირითადი აქცენტი მთელი მსოფლიოში გადატანილია ბატონ ტრამპის იმ, რა ვიცი, მე ვიტყოდი ცოტა ახირებულ მოთხოვნებზე, მან თამასა ძალიან მაღლა აწია, ის თამასა, რომელსაც სურვილები გაუჩნდა, რომ მომავალი ამერიკისთვის და ამერიკის დიდებისთვის საჭიროა რაღაცები და ეს რაღაცები გამოიხატება ისეთი ზაფრი და ისეთი ძალიან ზაფრად და კრიტიკულად და მინდა აი ამას სანამ გადავიდოდით სხვა საკითხზე, ირაკლი, მინდა ერთ საკითხს შევეხო და მესამე მსოფლიო ომი, აი ესე ვთქვათ, ყველანი ვართ რაღაც უკრაინასთან მიმართებაშია ეს სიტუაცია, ევროპა, ამერიკის, უკრაინის, აი ეს დაძაბული სიტუაცია, მაგრამ აი გამორჩა და მსოფლიო კი აი ძალიან ცოტა თუ იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ემზადება ომისთვის ირანთან. და ამის ფაქტები არის ის, რომ ირანს 1 მაისამდე აქვადა ხელი მოაწეროს, რომ შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამები. თუ არა და მათ უკვე ამერიკა ემუქრება სამხედრო ჩარევით. ამის მაგალითია ის, რომ ამერიკელებმა უკვე გადმოისროლეს თავიანთი ძიმე ბომბდამშენები და ინდოეთის ოკეანის ბაზებზე განათავსეს, რომ დაიწყონ შეტევა ირანს. ეს ჩვენთვის იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში თითქმის აი ცეცხლის ალში ვიქნებით რა მოხვედრილები და ახლა ისეთი სუსტი ხო, ისრაელი, ამერიკა ერთიანი ძალებით აპირებენ და პლუს მაგას ყველაზე საინტერესო რა იცით, რომ ამას ეს ინფორმაცია აი თითქოს არ არის. გამიგეთ, აი თითქოს არ ყოფილა, მაგრამ ეს რეალობაა, რეალური ინფორმაციებია და აი ეს სიტუაცია და ყველა თლიანი ფოკუსი, აქცენტირებული ფოკუსი აქვს გაკეთებული აი უკრაინასთან მიმართებაში, ხო? და აი აქ ახლო აღმოსავლეთშია ესეთი ძიმე მდგომარეობა. მაგრამ უკრაინაში უნდა მშვიდობა დაამყაროს, რომ არ ვიცი, მე გეუბნები იმას, რომ 1 მაისამდე აქვს ვადამიცემული ეს ერთი თვე. მაგრამ როგორი სიტუაცია თუ ამერიკა ეხლა ჩაერთვება ირანთან ომში, ეს არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი ომი, ჩინეთმა უკვე ჩინეთი უკვე თლიან შეიარაღებას, ლოჯისტიკას მიმართავს ტაივანისკენ და წურთნებს ატარებენ სხვათა შორის. ეხლა ჩასულები იყვნენ იაპონიაში, თერლიქით კუნძულებზე ამერიკელები, რომ იციან, რომ მარტო ვერ გაქაჩავენ იმ ომს. იქ უნდათ ინდოეთის ჩართვაც, ინდოეთს პრეტენზიები აქვს ჩინეთთან რაღაც გარკვეული და ეს შეიძლება ამერიკა ჩაითრიონ
ირანის ომში და ჩინეთმა დაარტყას ტაივანს. ხო, არა. და ეს ორი ომი ერთად კატასტროფაა. სადამდე მივა ეს ღმერთმა იცის და რა იქნება და ეხლა თუ ტრამპი დათმობაზე არ წავიდა და იქ ირანიც რა ვიცი როგორ იქნება ეხლა მაგი ღმერთმა იცის ექსპერტებიც კი ვერ თვლიან ამას აგერ რუსეთი გაჯიუტდა რუსეთს უნდა მაქსიმალური ამოიღოს ამ სიტუაციიდან რაც შექმნილია ამოიღოს კი ბატონო თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა უბრალოდ ტრამპი ამბობს რომ კანადა მინდა 51 შტატად და მინდა იმხელა გრენლანდიის კუნძული ეს მე მჭირდება და ამ დროს რუსეთს ედავებიან იმას რომ ყირიმში ოფიციალურად ჩატარდა რეფერენდუმი ხალხმა მოითხოვა რომ რუსეთთან გვინდა ყოფნა და იმას ესე ჭყლიტავენ რუსეთს ამის გულისთვის და ამერიკას რომელიც შევალდა იარაღი თავიღებ გრენლანდიასო ისედაც კონტინგენტი უყენი ეგ გარკვეული და მე მჭირდება იმიტომ რომ გავაკონტროლო ჩრდილოეთის წყლები და იქ მთელი სიმდიდრეებია ერთი მომენტია კიდევ ძალიან საინტერესო დეტალია ერთი გუშინ მოსკოვში იყო ჩასული ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელსაც მოეწერა რაღაც დოკუმენტებს ხელი რეზოლუციებს ერთმანეთში და ყველაზე საინტერესოა ის რომ ეს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო პრეზიდენტმა პუტინმა ეს ძალიან იშვიათად ხდება და საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის პრეზიდენტი ნუ დავალებით ჩამოვიდა ხო რა თქმა უნდა რაღაც დავალება გარკვეულწილად და ამიტომ ასე ადვილი და ესეთი რაღაცა რომ აი ტრამპი და დაამყარებს და ყველაფერი ადგილზე დადგება ასე ადვილად არ იქნება ნამდვილად საქმე რა ხო ჯერ ერთი ახლა ევროპაც უყურე ისე ფესვებია გადგმული ამ ესენ რომ დისტეიპს უწოდებენ ისე ღრმათაა მე ამ ბაიდენის პოლიტიკამ ჩინეთი და რუსეთი ისე გადააბა ერთმანეთთან რომ უკვე ამის გათიშვა და ის ჩახსნა რუსეთისა ჩინეთისგან ძალიან ძნელია კი იმიტომ რომ რუსეთი არ ენდობა ამერიკას 4 წლის მერე რა მოხდება მერე რა არის ჩინეთი გარანტირებულად მოსე იმიტომ რომ ჩინელები სადღაც 50 მილიონამდე უკვე შესულია რუსეთის ტერიტორიაზე და თელ ციმბირს ითვისებენ ამიტომ არ ჩინეთს აწყობს კონფრონტაცია რუსეთთან და არც რუსეთს რომელსაც მუშახელი არ აყავს ამხელა ტერიტორიაზე მინიმუმ 500 მილიონი კაცი მაინც უნდა ცხოვრობდეს მარტო საზღვრების გაკონტროლებას რამხელა ჯარი ჭირდება და რამხელა დაცვითი საშუალებები ჭირდება ხვალზე ხარ და არ არის კონტინგენტი რაოდენობა რუსეთში რომ ვარი თქვას დამხმარე მუშახელზე მით უმეტეს ნახევარ რუსეთი გალოთებულია, განარკომანებულია და არაფრის გამკეთებელი არა. ამიტომ ჩინეთი ჭირდება რუსეთს. ყველანაირად ჭირდება, ყველა დათმობაზე წავა ჩინეთთან და ეს ორი ამხელა ვებერთელა შეიარაღება ამერიკა ირანი რომელიც მათი ესე ვთქვათ და იქ რაიჩები ჩაერთვება ხა ბელორუსია თითქოს არაფერი არა მაინც კონტინგენტია ორივეს ატომური იარაღი აქვს ეხლა იაპონიის გაძლიერებას იწყებენ საერთოდ მილიტარიზაცია არ შეიძლება არც იაპონიის არც გერმანიის როგორც 45 წლის აკრძალვის მერე მილიტარიზაციას გერმანიაც ცulis ეხლა კონსტიტუციას და იაპონელებს შეუცვლიან ამერიკელები რომ ფილიპინელების ჩართვაც უნდათ იმათ ეს ძალიან რთული პროცესები მიდის და ეხლა ტრამპმა თავისი იმიჯის დაგდების გამო რომ არ მოხდეს მისი რეიტინგი რომ დავარდეს და ომი დაიწყოს ეს იქნება უკვე მესამე მსოფლიო ომი ეს არ არსებობს მისი გაჩერება მესამე მსოფლიო ომია კი ერთი ატომური ბომბიც რო აფეთქდეს დამთავრდება ამითი და ამიტომ რაღაც გონიერი პოლიტიკოსი არ გამოჩნდა თელ მსოფლიოში რომ რაღაცნაირად დაალაგოს ეს სიტუაცია ახლა ამერიკას დიდად არადარდებს ევროპა და აზია თუ დაიბუგება მაგრამ ჩვენ ხო გვადარდებს ახაც ხალხი ხო ცხოვრობს რა ვიცი ესეთი სიტუაცია შექმნილი რომ პროგნოზიც ვერ კეთდება ყველა როგორც იტყვიან კუნთებს ათამაშებს და დღეს მიდის დემონსტრირება იმის რომ ვის რა შესაძლებლობა აქვს და როგორ შეუძლია რომ დააქციოს ეს სოფლიო და რა იქნება ღმერთმა იცის სარია და მოусმინოთ გამარჯობა ბატონებო სამიტრია ვდირობ რომ საქართველოს მოულოს დამოუკიდებლობა როცა ერთი ბატონიდან მიხდენი თავიდან დღეს პენიასკი ჩვენი ბატონია და ამიტომ დამოუკიდებლობი ვართ 100%
თქვენთან უამრავი ხალხი შემოდის და ერთერთი შემოწვა და ამ თავისუფლების მილოჩვა როგორც პრესვა რომ დაუწლენი ბატონი ხავს უკვე გარდა ამისა სარკოს ტრამპი რო ვიძახე ტრამპი ჩვენს მოგვაწდება მაგის მადა ჩვენთანაც მოვა ისი არ დაგვტოვებთ და მიფიქროთ რაღაცაზე ჩვენ თუბაქ ოდნავწენია ან პოლიტიკოს ან არაპოლიტიკოს და რაც მთავარი ერთსაკითხზე მინდა კიდევ დაუბარე დააფიქროთ მთავრობა დღეს რომ მიდის გამოკითხვა ბიზნესმენების საინტერესო კომისიის წინაშე მათი ანაზღაურება არ მოხდეს ბიუჯეტიდან მე ვიცი რომ გარიგებები ვით მოპარა ვით კარფა 10% დამონიღო მიზენიდან და არა ჩასწოდავი ხალხიდან მე მაქვს ინფორმაცია რომ მიდის გარიგებები და დაგვტოვებენ კიდევ პენსიონერებს დაჯარალებულ სწორედ მაგენი არ დაჯარალდებიან გარიგებები მიდის ისი ბოდიში ხოხებით მადლობა ზარისთვის ხალბატონო სწორად საზღვრავთ ნამდვილად გეთანხმებით იცით რა არის აი ჩვენ ხო აი რაც პირველი ეროვნული ხელისუფლება იარაღით დაამხეს და ჩამოაგდეს და პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია ლიკვიდაცია მოუწყვეს და ამითი და აი ეს ამერიკელები რომლებიც ესე დემოკრატიაზე თავს დებენ და ესე არიან ვითო სამართლიანი და კაცი შვილმა არ გამოიძია ეგ საქმე ისე მიაფუჩეშეს და ისე დაგვასვეს ის ნაძირალა შევარდნაძე თავზე რომ ხალხისთვის არც უთხოვიათ იარაღით და დაშინებით ხალხმა იძულებული იყო რომ მიეღო განადგურებულ ქვეყანაში და საერთოდ გაანადგურა ქვეყანა და იმის მერე წესიერი არჩევნები არ ჩატარებულა არც ერთ ეტაპზე სულ ყოველთვის ყალბდება და ერთ იმას გავიხსენებთ რომ 99 წლის არჩევნების წინ არასაპარლამენტო პარტიები ამერიკის ელჩმა დაგვპატიჟა და მივედით რა მაინც საინტერესო იყო და რაღაცა ლექცია ჩაგვიტარა ერთი 15-20 წუთიანი რაღაც დემოკრატიაზე იმაზე და მე თემურ ჯორჯოლიანმა კითხა ბატონო ელჩო თქვენ ხო იცით რომ ყალბდება არჩევნები და ამ გაყალბებაში თავზე დაგვაჯდნენ ეს ყოფილი კომუნისტები ეს ყველაფერი მიდის უკან ქვეყანა გაძარცული და გაუბედურებულია და თქვენ როგორც დემოკრატიის შუქურა ასე გთვლიდით და რატომ ამას არ აფასებთო და რატო არ მიდის ის რომ აი შეფასება მოხდეს და ხალხში უკვე გულგატეხილობა ამერიკის მიმართ რომ ესე უსამართლობას უჭერს ხარსო და პასუხი ესეთი იყო ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა ხელისუფლებაშიო მთავარია ის ხაზი რაც ჩვენ გვაქვსო რაც ამერიკას ჭირდება ის შეასრულონ და ვინ იქნება ხელისუფლებაში მნიშვნელობა არ აქვს ეს პირდაპირ პასუხი იყო რომ ხალხს არაფერი არ ეკითხება და არც ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა უნდა ქართულ ხალხსო მთავარია ჩვენ რაც გვინდა ის შეასრულოსო თავიანთი ინტერესი გაატარონ რეალურად როგორც მიდის დღემდე როგორც მიდის სიტუაცია გამოაცხადა ნუ როგორც იქნა ოცნებამ რაღაცა თქვა რომ ომი არ გვინდაო და ამაზეა ატეხილი მთელი ამბავი და რა ვიცი აჟიოტაჟი და ეხლა რაც გააკეთა ოცნებამ კარგი გააკეთა მაგრამ რასაც ცუდს აკეთებს ისიც ხო უნდა ვთქვათ იმიტომ რომ თუ კრიტიკა არ ექნა ჯანსაღი კრიტიკა ხელისუფლებას ხო და როგორც თქვა აი ნაცები აი ეს ხო ბინძური ხალხია და ნამდვილად ქართული არც სული აქვს არც გული აქვს ესენი ხო ვიცით ვინ არიან ამათ გასამართლებას ირმა ინაშვილი როგორ ითხოვდა პარლამენტში და რა დღეში იყო რომ არ ვიცი ყველანაირი მტკიცებულებით ითხოვდა რომ გასამართლეს მაგრამ მაშინ 2016 წელს 2016 მაშინ ჭირდებოდათ ესა ოპოზიცია გამოცხადება და თხარეს და კატა გამოთხარეს და ხედავ დღეს ვერც ერთი ქოცი ქუჩაში ვერ გამოდის ნაციონალები თავზე დაგვასვეს ნაციონალებს ყველაფერი ეპატიება ჩვენ რო გავაკეთოთ რამე ციხებს არ მოგვაშორებენ
აი ეს მივიღეთ ბოლოს ამ კოჰაბიტაციით და ამ ნაცების გაცოცხლებით და პოლიტიკაში დაბრუნებით და რა ვიცი, ვინღან არიან იქა მევახშეები, გარყვნილები, გათახსირებულები, ყველანი ერთად არიან შეკრებილი და პარლამენტში ისინი არიან და ყველაფერი მათია. ზარია ირაკლი და უპასუხოთ. გისმენთ? ალო, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ეთერში ვარ? ისაუბრეთ, გისმენთ. ბატონებო, არც ერთი ხელისუფლებისა, არც გისმენთ. ისაუბრეთ. ხელისუფლებისა არ წავს. სანდა ერთი განსახურდიასი მარტო. კი ბატონო. ქვეყნის მომავლის დამღუპველია ვინ წარსულს ივიწყებსო. წარსული კი არა, გამსახურდია სიტყვები და ივიწყებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი. ხო და ერთი უღლიდან გამთავისუფლდით და მეორე უღლის დადგმა არ გვინდაო. ასე თქვა იმ კაცმა და 30 წინამდელი სიტყვები და ივიწყებს. ხო და საუკუნეების სიტყვებს იმას იზამდე, მაგილი არ დაივიწყებდე. მადლობ ზარისთვის, მართალი ბრძანდებით, ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდება ეს იყო ძალიან მე არ ვიცი პინოჩეტი და შეცდომაც არ შეიძლება ამას და კატასტროფა იყო რეალურად რა. ეხლა რა თემა დღეს ეხლა გასართობი რაღაცა შოუ უნდა დაედგათ და მოიფიქრეს ესეთი რამე 12 წელი გავიდა 13 წელია ეხლა რომ თურმე აღმოჩნდა რომ ეს ნაციონალები დამნაშავე ყოფილან ხო და რაზე მიდის იქ საუბარი ძირითადად არის ფულზე ბიზნესების გადანაწილებაზე და ომზე ავათხსენებული აგვისტოს ომი როდესაც ოლიმპიადა და ოლიმპიადის დროს საერთოდ ომები ჩერდებოდა და საერთოდ მეგობრობაზე და სიყვარულზე ლაპარაკობდნენ და აქ ძალიან კატასტროფული სიტუაცია ეხლა ადამიანები ბევრს ჩახედული არ იყო რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა მაგრამ ეს კომისიაც ვინ არიან ამ კომისიაში ადამიანები რომელიც კომპეტენტური არ არიან და არც ერთი ექსპერტი არ აყავთ არც ერთი ის ადამიანი რომელიც ამ ომში ჯარში სამხედროობაში ამაში ერკვეოდნენ რა არავინ არ აყავს როგორც მიშამ 3000 მგონი ოფიცერი გაანთავისუფლა რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები იყვნენ და უგულავები და ისინი ატარებდნენ ომს და ეს ქალს რა ქვია მის მოადგილე რო იყო ეს ხოშტარია ესენი იყვნენ ვინც ომს ატარებდნენ კი ბატონო ის რომ ეხლა შენს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგი დაამყარო კი ბატონო მაგრამ ამას მიზანი კი ბატონო სწორია მაგრამ შედეგი რა მოყვება ამას ეს ხო უნდა გაითვალისწინო რა ეს შლეგი მიშა ეს ავანტყოფი ადამიანი რომელიც ყველას ატრიალებდა თავის გარშემო და კაცისთვის არაფერს არ ეკითხებოდა და ვიღაცების დაკრულზე აკეთებდა საქმეს საერთოდ დაგვაკარგინა დროებით მაგრამ კაი დიდი ხნით ეს ტერიტორიები და მე არ ვიცი შეფასება ესე არ ვიცი ესე ადვილად არ უნდა ხდებოდეს ეს ცოტა უნდა ექსპერტის დონეზე უნდა წავიდეს და იქ უნდა დამძიმდეს სიტუაცია და მართლა დაისაჯოს ესენი არავის დამსჯელები არ არიან არჩანა ხო შოუს დგამენ და ზარია გისმენთ მოგესალმებით გამარჯობათ ძალიან დიდი მადლობა ბევრი კარგი ინფორმაცია თქვენ პირველად ხედავთ ეთერში და დიდი მადლობა ხშირად ვუსმენ ამ არხს და ბევრ კარგ ჩემთვის საინტერესოს ვიგებ ერთი რამ მაინტერესებს საერთოდ როცა ეს ოცნება მოვიდა იმ წუთში ბიბინა ივანიშვილი გამოვიდა რამდენიმე დღის შემდეგ და აი სადაც დღეს ახდება ეგ აზრები არქივი არსებობს ალბათ და ამბობდა რომ მაიაში ასე უნდა მოხდეს ამ გასამართლება ეს ყველაფერი მაგრამ მე დაიწერა რომ საზღვარგარეთიდან
დაუქნიეს თითი და ეს და აი ამ ბოლო დროსაც როცა გამოვიდა მე ოცნება ვარ და არც არაფერი ძალიან აქვს დამიგერებ მე ეს ონკოლოგია ავანტყოფი ვარ და მას ყულად არ ვიტყვი ნამდვილად მაგრამ ახალი ისეთია ბრემაქვე ვიტყვი რომ ახალი ისეთი არ გამოჩნდა რომ მე ხმა მიმეცა თორე შემაზიზღა აი ამ დღევანდელმა პოლიტიკამ ყველაფერი ჟურნალისტიკაც კი შემაჯავრა ხო და გამოვიდა არ ვიცი რომელი პიროვნება რომელმაც თქვა რომ ეს ამბავი ადრეც გვინდოდა დაგვეწყო მაგრამ დასავლეთი სულ გადაგვივლიდა მე დავიჯერე მაგალითად ხო და ამიტომ იცი ხანის უნდა ხანეს ვერაფერი ვერ გავიგე იცი რა მოდი დაუჯეროთ ეხლა გაგონილა რომ აი ამის დროა რომ აი ესეთი არეულობაა ჩვენ ქვეყანაში მე არ მესმის არ მესმის პოლიტიკოსი კიდე რომ გამოდის ან კიდე თვითონ პარტიის ხელმძღვანელი ისტორია დაიკითხოთ ადამიანო რამდენადაც გვატყუებენ რამდენადაც ცდილებას აკეთებენ სათავეში მაგათ მარტო სახელმწიფო სათავეში უნდათ მოსვლა და არა საქართველოს სიყვარულში მადლობა თქვენ ქალბატონი კი ბატონო მართალი ბრძანებაა მაგრამ ესე ფულს დიდი ძალა აქვს და ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია ჯერ ოცნებამ დაიწყო ამის რეაბილიტაცია ამ ხალხის წამოწიეს დაასახელეს როგორც ყველაზე დიდი და ნამდვილი ოპოზიცია შემდეგ ბინძური თამაშები დაიწყო და დღესაც იგივე გრძელდება მაგრამ როდისმე ხო უნდა დამთავრდეს ხო არ შეიძლება წერტილი უნდა დაესვას ხო ახლა მართლა ერი გახლეჭილია როგორ და აი ესე დააკომპლექტეს რა ნაცები ქოცები და დანარჩენს არავის არ ახსენებენ ნამდვილ ოპოზიციას ნამდვილად შუა გავკრიფეთ და მორჩას შუა ჩაძირეს გაანადგურეს და ეს ორი მოთამაშე დატოვეს ამ მინდორში და ერთმანეთს ეკინკლავებიან რაღაცას იგონებენ რაღაცა შოუს დგამენ და ეხლა ესეც შოუ გამოდის რაც ეს საპარლამენტო კომისია. აი მე დარწმუნებული ვარ რომ დაჯის მექანიზმები კი აქვთ, მაგრამ დაჯით ვერ დაჯიან ამათ რა. არ აქვთ მაგრამ რეალური სიტუაცია იყო დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ხაზარაძეს რომელიც არ მივიდა და ასე ვთქვათ პროკურატურა საქმე აღსრა და რაღაცა და 50000-იანი გააღარიბეს კაცი. ხო, აი რეალობა ეს არის მათი. ხომ მე მგონია რომ დაჟის მექანიზმით ესენი ვერ ამოქმედებენ და ვერავის ვერ დასჭიან რა. აი რეალურად რო აიღო ეს საკუთარი თავი უნდა დასაჯონ. ხო, თვითონაც მონაწილეები. თვითონ სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი. თეა წულუკიანი იყო სტრასბურგის მოსამართლე აი ამაზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ არა და გავიაზროთ ეს. სარია. გისმენთ. ხმამაღლა ისმის დიახ მშვიდობა მოგცეთ ღმერთ ისა ტრამპი იმ პირობით მოდიოდა ისმის ახლა იმ პირობით მოდიოდა პრეზიდენტად რომ ამ შეშინებულ ხალხს რომელებიც იმაზე ვიყავით თეთრიგზე ატომის და მესამე მსოფლიო ომის მშვიდობას დავამყარებო მაგინის ნდობა შეიძლება მაგინის პარტნიორობა შეიძლება 30 წელია რომ რუსეთს ლამძღავენ და რუსეთი ფრთიანი ანგელოზი ნამდვილად არა მაგრამ დამტკიცებულია რამდენი შეთავაზება ჰქონდა რუსეთს და ნატოს ჯარი არ შემოიყვანოთო და არ დავიწყებ ომსო და მან როგორ იპყრობს კანადას აგრევა ეს არის მშვიდობის დამყარება ინდობა მაგინზე ზუსტად ამ ნაციონალების პარტნიორები შეიძლება იყვნენ ამერიკელები და ევროპელები ეროვნული და ისეთი ხალხის პარტნიორები ამერიკის მეგობრობას იგი მტრობას აშიშია და მეგობრობა სიკვდილიო ხომ არის ასე ნათქვამი კი ბატონო ასეა ნათქვამი ხო და რაც შეეხება ამ გამოძიებას ახლა რა თქმა უნდა იმ პატრიოტებმა რომ მაშინ შეიტანეს ხალხის ხელმოწერები რომ დასაჯეთ დამნაშავეებიო მაშინ რომ დაესაჯეს რა თქმა უნდა მაგრამ მაინც რაღაცას ახერხებენ ახლა აგის დიდ პოლიტიკოსობას დიდ ეროვნულობას დიდ პატრიოტობას რომელს მოთხოვ მაგის რომ უყუროთ ამ მშვიდებლებს სვამთ ხალხი ისე გვეზიზღებიან მაგრამ ჯერ ნაცები უნდა მოიშოროთ ჩემი აზრით რომ ნამდვილი პატრიოტები და ნამდვილი ხალხი რომ იყოს საქართველოში
ჯერ ნაცები და მე კოცები უნდა მიაყოლო უკან. ასეთია ჩემი აზრი. მადლობა. ნამდვილად კარგი აზრია და სწორი აზრია, მაგრამ იცით რა არის? ყველაფერი ხელში აქვს ჩაგდებული. საბანკო სისტემიდან და რა ვიცი, სასაფლავებით დამთავრებული ყველაფერი ბიზნესი განაწილებული აქვს. ერთი კაპიკი სადმე არ წავა, რასაც ვერ აკონტროლებენ. ტელევიზიები გაყოფილი აქვს. ყველაფერი ხელში აქვს ჩაგდებული. კანონებს იღებენ ისეც, რომ ბოლო-ბოლო ლუკაშენკოსთან დამეგობრდებიან, მე მგონი ისეთ დღეში ჩავარდებიან. არა, დავმეგობრდეთ, მაგრამ ეკონომიკური დონეც აწიონ, კაცო რა. ნუ რითი უნდა აწიო, როცა არაფერი არ აქვს, კაცო. როდესაც შენი იმპორტი ექსპორტზე 10 ჯერ მეტია, ეს ფული ხო გარეთ გადის. შენ ხიდულობ იმათ საქონელზე, არაფერს არ აწარმოებ, არაფერი არ ხდება ქვეყანაში, მარტო ჯარიმებით და ტურისტები რა ტურისტები, საწყალი ხალხი, რომელიც გაქცეულია ქვეყანიდან და სადღაც და იქიდან ფულს აგზავი, იმაშიც ჰაერში გიხსნიან ფულს. დღეს რეალურად ისეთი ინფლაცია, რომ დოლარი 1.5-თან მინიმუმ მაინც უნდა იყოს. ეს იქნებოდა რეალური სურათი, მაგრამ ამ დოლარს ჩამოწევენ, მე იაფი ფულით იყიდიან პროდუქციას, შემოიტანებენ, ფასებს აწევენ, მე დოლარს ისევ გაიაფებენ და ესე თამაშობენ ხალხზე და ბიუჯეტი ივსება საიდან? ჯარიმებიდან, ამ შემოსული ფულიდან, კაზინოებიდან და იუსტიციის სახლიდან. მეტი არაფრით არ ივსება ეს ბიუჯეტი. არაფერი არ კეთდება ამ ქვეყანაში. შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში 4 თუ 5 ოპერატორი არის ჰიპერმარკეტების. დანარჩენ ხალხს არაფერი არ აქვს, პურს ვერ გამოაცხობ. მთელი პურის ინდუსტრია ხელში აქვს სოკარს. თავის ფქვილიდან, ხორბლიდან დაწყებული, თავისი ელევატორებით, თავისი ქარხნებით და თავის გასაღებით მთლიანად სოკარის ხელშია. არავინ და იმ მუშახელს რასაც აძლევდნენ, ადრე იმას აძლევდნენ. გინდა ტურიზმი აიღე, კაცო, ვინც ფული მოიპარა ბიუჯეტიდან და ააშენა სასტუმროები, რესტორნები, დასასვენებელი სახლები, ისინი მდიდრდებიან, თორე მოსამსახურეს 500 თუ 700 ლარს უაძლევდნენ, იმას აძლევენ ისე. იგივე თანხას უხდიან. და რა, მე დაგროვება ხდება. შეიძლება ამ მაპატიეთ ზღინგიან ქვეყანაში მთელი პარლამენტი მილიონერებითაა სავსე, ამდენი მილიონერი როგორ ეხლანდელი არ ვიცი, მაგრამ წინა პარლამენტში 51 მილიონერი. იგივე ხალხი არ არის ეხლაც, კაცო, ვინ შეცვალეს? შესაძლებელია გაიზარდოს კიდევაც. ხო და შეიძლება ესეთი რამე ნაპოლეონს აქვს, ნათქვამი პატიოსანი კაცი ვერაძოს მილიონერი ვერ გახდება და როგორ გინდათ გააკეთოთ. პატრონი არ აყვავს, ჩემო კარგო, პატრონი, უპატრონო ქვეყანა ვართ. ადრე ამ იგივე კომუნისტები დაბრუნდნენ, ესენი მერე კომკავშირლები, ესენიც იმათი გაგრძელება და მართავენ ქვეყანას ისე, როგორც მართავდნენ საბჭოთა კავშირის დროს. საკუთარ ქვეყანას პარავენ ფულს და სახში მიაქვთ და ძღებიან. ესენი არის ვირთხები. ამათ მეტი არაფერი არ ქვიათ და პენსიონერს აძლევენ 400 ლარს და თვითონ 30,000 უნდა აიღონ ხელფასი. თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ზღვარი გადის ამ ხალხს შორის. რეალურად შეუთავსებლობა ესეთი. ზარია გისმენთ? ალო. დიახ. ისაუბრეთ ქალბატონ. მისმენთ? დიახ, ისაუბრეთ. გისმენთ. მოგესალმებით, გენაცვალება. როდის უნდა ძალიან ჭკვიანი ხალხი ბრძანდებით, როდის ვისაუბროთ გამოსავალზე. ეხლა ერთობლიობაში ვერ დადგა ვერც ოპოზიცია, ვერც პოზიცია. ეს ქალბატონი ზურაბიშვილი დარბის ქვეყანაზე და ეუბნება ყველას, რომ მოგვეშველეთ. საშველი არ საიდან აჩას, მეგობრებო, და ის არის ერთად ვერ მოუყარა თავი ამ ოპოზიციას. მე პირადად ქვეყნის რა თქმა უნდა პატრიოტი ვარ და რამდენია მილიონობით ჩემისთანა. ერთ რამეს ვფიქრობ ბატონებო, რომ აუცილებლად ახლა ეს რუსთაველზე რომ დგას ამდენი ხალხი, ესენი ყველა პატრიოტებია, რომელიც შეიძლება დააბრალო, რომ ქვეყანა ზოგს არ ქვეყნის მოძულია. არც ერთ, მაგრამ გამოსავალზე ილაპარაკეთ, ჭკვიანი ხალხი ბრძანდებით. ამას წინებზე
ქალბატონი ირმა ლაპარაკობდა შენებლობები მიდის კორპუსები შენდება ბრმა უნდა იყო რომ დაინახო შენდება კი ბატონო მაგრამ ვისთვის არის ეს დანა ჩვენი სამახალს მიუწვდება ხელი ამაზე ილაპარაკეთ ძირფასე მოტორებ გონიერები რო ხართ ჭკვიანები რო ხართ მიტოს ხეთხართ მან ძალიან ჭკვიანი ადამიანები ზანდებისა და მადლობა ქალბატონო მადლობა ზარისთვის ერთ აი ესეთ რაღაც პასაჟს ვიტყვი რა იცით რა ეს ქალბატონი პრეზიდენტი რო დარბის გარეთ და ვის გვერდით დგას ქალბატონო ეს ხო უნდა დაუკვირდეთ იმ დამნაშავების და იმ ნაძირალების გვერდით დგას და იმათ უმაგრებს პოზიციებს ვინც ქვეყანა აი რა ვიცი ტერიტორიები ხო გაყიდეს და გაყიდეს ხალხი ხო დაჯაბნეს და დაჯაბნეს ყველაფერი ჯიბეში ჩაიწყვეს და ერთს გვამადლია რომ ბიუჯეტი გავაკეთეთო კი ბატონო გააკეთე მაგრამ ფასი რა არის ამისი ახალგაზრდების დახოცვა, ცემა, ტყეპა, უბედურება, ტერიტორიების გაყიდვა, ამ ფასად არაფერი არ ღირს. ამ ფასად არაფერი არ ღირს და ის დალოცული პრეზიდენტი ღმერთმა კარგად ამყოფოს, დამდგარიყო ნამდვილად იმ ხალხის გვერდით, ვისაც პატიოსნად შეუძლია რომ იყოს ამ ქვეყანაში და თუგით ხელისუფლებაში მოვიდეს და პატიოსნად იყოს. რატო დადგა იქ? იმიტომ რომ ფულს უხდიდნენ იმისთვის რომ ამ ნაძირალების გვერდით დამდგარიყო და შეხედეთ როგორ თავი გაიბანზა რომელიც მაკეინის ინსტიტუტის არქიტექტორი ეხა მაკეინი რომელიც არ ვიცი 10000-ობით მიტინგი ჩაგვიტარებია და მიტინგზე ყოფილობთ მაგრამ მიტინგზე შენ რაღაცა დაწერო და იქ პლენუმი ჩაატარო ეგეთი რაღაცა კაცშულს არ უნახია ჯობია ერთი ხუთი სიტყვა ეთქვა და ზეპირად ეთქვა დალოცულს და რაღაცა ხალხი სტვენა დაუწყეს არც ხვენი ამ ხელა დედაკაცია და დადის და რაღაცას აკეთებს და ვის გვერდით დგას ვინ უდგას გვერდით ეს გათახსირებული ხაზარაძეები ეს ნარკომანები ეს ქვეყნის გამგლეტები და რა ვიცი ხა ძალიან ისეთი მომენტია რა და მარხვა არის და ეხლა ერთი რამეა რა ეხლა 31 მარტის აქციაზე ალბათ საუბარი ხო და 31 მარტის აქციაზე შენ სალომე ზურაბიშვილი მიდიხარ და ხალხს რაღაც რეფერენდუმის დღეს ულოცავ და ეს ხო აი ძალიან სირცხვილია რა ხალმა რომელმაც პუჩი რომელიც მოხდა გააправა რეალურად ესე იყო რა და მოდით რა ამაზე ნუ არ ვილაპარაკებ ზარია გისმენთ გამარჯობათ ბატონებო გამარჯობათ მოგესალმებით აი ხლა მიდის ხდომა პარლამენტში ვითომ ასამართლებენ წინა მთავრობას აი მე მაინტერესებს ეს ხომ აუცილებელია რომ ეს მთავრობაც აუცილებლად იქნება ასე სასამართლოში განსახილველი მათი საქმე და აი ვის დავაჭერთ სკამზე დასაჯელ სკამზე ვის დავაჭერთ ივანიშვილი არაფერს არ მოადგენს ვინ არის ივანიშვილი ერთი ამიხსენით არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა მაგას არ უკავია და ყობახიძე ეთქვის კაცო ივანიშვილმა აგოს პასუხი ის გბრძანებლობდა ჩვენ მაგრამ ის ვერ ვაგებინებთ იმას პასუხს და აი ძალიან დიდი ცხონა მაქვს თქვენგანა ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე რომ უმადურები ნუ იქნებითო ივანიშვილის შესახებ არა ის ქალბატონო რა არის რასაც აკეთებდა ეს კაცი ხელმოქმედებას ეხლა უმადურობა ნამდვილად ძალიან ძიმეცოდვა არავინ არ უკარგავს ამას არა ქვეყნის მართვა 90-იანი წლების პრიხვატიზაციის მეთოდით არ შეიძლება ეს ბიზნესი არ არის ეს პოლიტიკა ეს ხალხს ეხება საზოგადოებას ქვეყნის მომავალს და არ შეიძლება ესე მართლობა ამას ვეუბნებით არ შეიძლება ოპოზიცია არ ყავდეს ჩვენ ვინც გავშიფრეთ თუ რას ემსახურებოდა რა მიზანი იყო და რა ქონდა განსაზღვრული ივანიშვილს როცა ამ თანხას ხარჯავდა და ამ ხელმოქმედებას ეწეოდა იმათ უმადურებს ნუ დაგვიძახებთ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა გათვლაც ქონდა ივანიშვილს და დაგვიჯერეთ ამაში ნუ მაგის ღმერთმა განსაჯოს მაგრამ ხო იყო ის რომ აკეთებდა ეხლა მაგას ნამდვილად ჩვენ
ვერაფერს ვერ ვამბობთ მაგაზე, მაგრამ პოლიტიკაში ესეთი ქმედებები არ შეიძლება და რა ვიცი, ჩვენ ურჩევთ, არავის არ განვიკითხავთ, რატო უნდა ჩვენი მოვალეობა ქალბატონო რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის, რაც კეთდება ქვეყანაში და ხო, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ის ხო ოპოზიცია არ არის, რაც თვითონ დანიშნეს. ისინი არაკაცები და არაქალები არიან, რომელთაც ქვეყანა არ უყვარს და ხალხი არ უყვარს და შენ ოპოზიცია თუ არ აკავს თავზე გასული იქნები, უკვე ყველაფერი გაგდის და არავინ არაფერს გეუბნება და უნდა კონსტრუქციული ოპოზიცია ყავდეს. უნდა მიუშვა ხალხს მისცენ საშუალება, როდესაც ბიძინა მოვიდა და ეხლა მივდივარო, რო თქვა, მე სამოქალაქო სექტორში გადავალო და მოვამზადებ მომავალის თაობებს, რომ იყოსო მზად იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ქვეყანა მართონ სიკეთით და სიმართლითო. ვერც სამართლიანობა ვნახეთ, ვერაფერი ვერ ვნახეთ ამ ქვეყანაში, რომ რაღაცა კეთდებოდეს რა. არ ვითარდება ქვეყანა. ეს არ არის ის, რომ ეხლა 5% რომ რესტორნებში დადიან და ჯიპებით დადიან, ჩამოვიდნენ იმ ჯიპებიდან და ერთი გაიარონ, რამდენი მათხოვარი შეხვდებათ, მარტო რუსთაველზე რომ ჩაიარო და იქიდან ამოიარო ერთი 50 მაინც მათხოვარი შეხვდება. ეხლა კომუნისტებს აძაგებენ და კომუნისტების დროს მე ქართველი მათხოვარია, მე არ მინახია ამ ქალაქში ბაბუა ჩემი დაბერდა, მამა ჩემი და მე დავბერდი აგერ და არ მინახია თუ რუსი რო იტყვიან ბასიაკი იყო და ეკლესიასთან რაღაცას მათხოვრობდა ეგ იყო. დღეს აბა შეხედეთ რა ხდება. რა ხდება ერთი გადმოხედო რა არის ყოველ დღე კეთილდღეობა და კეთილდღეობა ეს ამდენი ტყვილი სხვა არ შეიძლება ხალხს თავზე მოაკვლიო ზარია და უპასუხოთ გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა რა თქმა უნდა აბსოლუტურად გესანხმები ის რომ ჩვენ ეს სალომიზმის ჩვენი ქვეყნის აგენტობა ეს თვითონ დაამტკიცა მერე აი აკრიტეს გასულებმა ვინ სახელმწიფო გაძარცვეს ყველაფერი გაიტაცეს საზღვარგარეთ უბრალოდ აცილეს იმ ხალხიან ეხლა იმ საზღვარგარეთ კარგად მოწყობილი და იმდენი ისამეს და იმოდეს პროფესი ახედა ამ რადიკალურ ოპოზიციას აფიქრებენ იაკატე ოპეს პეტიცებას გამზარდელი დავიდნენ მოე საზღვარგარეთ ეხლა ის აფიქრებენ რომ მასა ჩაირთა ერთმანეთსარო ეხლა ის საერთაშორისო ზეპო ისედანა საერთაშორისო ისეთი ოპოზიცია ყავდა რომ ვერ ექნებოდა ზეპოდა იმიტომ რომ იმათ ესა ხათამგენი უნდა ასე ის ოპოზიცია არის რომ დასავლეთ მხარს აუწევდა და როცა ეს ნაციონალიზმი უკვე ჩაიგდეს ხელში აგენტება მოვიდეს ზუსტად სპეციალურად ოპოზიციებში დაატოვებინეს რადგან ეხლა მოყოლენ საზღვარგარეთის და დამფინანსებლები და ამიტომ შეფოდა ელესა კიდე მადლობა მე უარესი არაფერი მოხდა ერთეულოდ და აი ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბლობელი ხალხი რომლებმაც პრივატიზაციას ყველაფერი გაიგეს გაიტანეს ბეთოკეთეს და რა თავი ემოციანო ბეთოკეთეს ქონებას რა ხონდა და რა ხონდა რატო არ გიყოლობენ იმ კომიტეტების რომ დატოვებული ქონებები დასწავლდა როცა ერთი დღე არ მოხმარია ხალხს და სასწავლო ამდენი ქონება ჯერ მე საფიქრია სამოვთორო რამდენი ქონება იყო და საერთოდ იყო ეს იყო ჩვენთან მაგალითად და ამას არ არის გითხულობ მადლობა ქალბატონო მადლობა და
დიდი მადლობა შეკითხვისთვის, მადლობას მოგახსენებთ და თქვენ ძალიან სწორად საუბრობთ. მაგრამ იცი რა, ეს თემა იმდენად ფართოა, რომ აი ამას ვერ ჩავეტევით. მოყოლებული უნდა დავიწყოთ იქიდან, როდესაც პირველი ეროვნული ხელისუფლება ჩამოაგდეს, ქვეყანა გააჯართეს, მოიპარეს, გაიტაცეს, ომი ხელოვნურად მოაწყვეს. რა ვიცი, უამრავი პრობლემები, მაგრამ აი დღეს პრობლემა რა არის? ეს კომუნისტების დროს იყო ესეთი გამონათქვამი, რომ ესა თუ საქმე არ გინდა გამოიძიო, შექმენი კომისია. კომისიაზე ეხა რო უყურებთ მეცინება ხოლმე რა კითხვებს სვამენ, ეხლა ვითომ ეს წულუკიანი დიდი გამოცდილების ხალბატონია და რაღაცა გონია თავისთავი და ბიჭო, აგერ ჩვენთან არიან, აგერ ბატონი გურამი და ესენი ექსპერტები. მეიყვა. არა მეორე მომენტი, აი რა თუნდა მაგას გამოძიება. არსებობს ოფიციალური სტრასბურგში ხელმოწერილი დოკუმენტი, ვის თარწეს გივით არგამაძე, იქ აკომინაშვილი, ჩიორათა ვიღაცები, ესე იგი სააკაშვილი, სადაც ოფიციალურად აღიარებენ რომ მე-6 პუნქტის გაუქმება ხო, მე-6 პუნქტი ფაქტებია ხო ფაქტებია და რა თუნდა ამას გამოძიება პირდაპირ გადაეცი პროკურატურაში იმიტომ რომ დაჭერა არ უნდათ არ შეუძლიათ ბიჭო არ აქვთ მაგის აი მაგას მაგი ხო თქვი ჩვენ თავიდან ეს არის კომისიაც იმიტომ შეიქმნა რომ ილაყბონ ხალხს აჩვენონ რომ აი ჩვენ როგორი კარგები ვართ არადა თვითონ მონაწილეები იყვნენ ამისი ბიძინაც ხო იყო საქართველოში მაშინ ძინაკ მე მგონი რატო ჩვენ არ დაგვიბარეს 72 კაცი რო დაგვაპატიმრეს ანტისოროსის რატო არ გვეძახია იმიტომ რომ ჩვენ ვეთქვით თქვენ სად იყავით მაშინ კი ბატონო ამას ისინი ვერ ეუბნებიან შეშინებული არიან და რო უთხრან თქვენ სად იყავით ზარია გისმენთ კი ბატონო მოგესალმებით ბატონებო გამარჯობათ გამოდიან ოპოზიციის დედოვლათები ნაციონალური მოძრაობიდან და ლაპარაკობენ ასეთ რამეს რომ ისო მაგათი სასამართლო არის რომ დაგერგებულიო და მაგას თავიანთი ვერადი ივანიშვილიო გასაგებია რომ ვერადი ივანიშვილება და მიკროფონია სასამართლო ეს მოსახლეობა გააკარგად ვიცი მაგრამ მე მეკითხები ახლა იმ ნაციონალებს და მის სატელიტებს Când e bela să aga și iariho, să მაშინ სასამართლო მიგებებული არისო. ხალბატონო, ბოდიში, ჩვენ ეს ხო ვიცით, რაც იყო. რატო მარგიტი? რატო არ უყიდა თავიანთო? ეს ისეთი ფალები და საფეები გელაპარაკებია. თვითონ ჩვენ მოსახლეობას დაგვაიცა რამე. აკიდე გამოდის სახარიას ერთ-ერთი პარტიის და დღეს გამოვდო შიდა გადაადგინეთო ვიუაშვილო იდაკნეთო ორხანაშვილი იფორა რაიცროდა ფახისია მე ვეკითხები სახარიას პარტიას ქენი დროს და ხელისუფლებაში იმალი ორთვარდო მეტი მობილიზაცია სესიონები რაღა ვიკეთებია და საკავეში მოსასწრაფო იმში რას გააკეთეს ხალხო გამოცდილება მიღებულება წეთი არავინ არ მოდის ყველა მოდის საკავისო მადლობთ ხალბატონო ხალბატონო ერთ რაღაცას ვიტყვი რა ადრეც ვამბობდი იცით რა აქ მარტო პოლიტიკოსზე და ვინმეზე არ არის საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ის რომ მიდიან იმ ყუთთან და იქ ზოგი მაპატიება ფულის გულისთვის სულს გაყიდის და ზოგიერთი შეშინებული და ზოგიერთი რაღაცა მერკანტილური მითი რომ ბიძაშვილია თუ დეიდაშვილი ლიმიტო აძლევს ხმას მე 4 წელიწადი წევლიან აგინებენ მე ისე მეორდება რატო ერთხელ ვერ გადაწყვიტავთ იმას რომ მოდით ვცადოთ რა მივცეთ იმ ადამიანებს ვისაც ისტორია აქვს წარსული აქვს პატიოსანი სუფთახელები აქვს ხო ნუ აი ხო შეიძლება ერთხელ ეს გადაწყვიტოთ და მე არ დაიწყოთ წუწუნი კაცო რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ ეს ესია სხვანაირად არ არის ვირჩევთ ვიღაცას იმათაც საფრთხობელასავით ყავდათ ესა და უყურეთ ეხლა რა ხდება თემა ლიბერალი ვითომ ლიბერალები არ არიან ესენი მიშას გეი პარადები არ ჩაუტარებია ამათმა დაიწყეს მე მოიგონეს რაღაცა გირჩი რაღაცა პარტია
რომელსაც მისცეს ეს პლანის და მარიხუანას და ხალხს უთხრეს სახში დათესეთო, შეაჯინეს ახალგაზრდობა ამ მარიხუანაზე, ოფიციალურად შეაჯინეს. ლიბერალიზაცია გააკეთეს, ყველაფერი სახლებში ჰქონდათ ქოთნებში დათესილი. ეხლა იმხელა კანონები გამოუშვეს რაღაცა 3 წლით თუ 5 წლით რაღაცა. ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება? ბოდიშიც მაინც მოიხადონ, ნაცებს ეუბნებიან ბოდიში მოიხადონ. რატო თვითონ არ იხდიან ბოდიშს საზოგადოების წინაშე? ჩემი ბრალია რომ კოჰაბიტაცია გააკეთეს, ჩვენი ბრალია რომ თავზე დაგვასვეს ესა. ერთი პრეზიდენტი აიჩინეს რეგვენი, მეორე აიჩინეს რეგვენი. 17 პრემიერი გამოცვალ. ესე იგი თუ არჩევნები არ შეგიძლია წადი რა დაანებე თავი. ჩვენ გვამადლიან რომ ბიჭო თურმე ეს ესიაო და რა ვქნათ ხალხო არ მინდა ახლა ემოციები, მაგრამ ნუ თუ ვერ გავიგეთ ადამიანები რომ ეს ყველაფერი სპექტაკლებია იმისთვის რომ ხელისუფლებას ჩაეჭიდონ და ფული იშოვონ. მეტი არა, აი უბრალოდ მინდა ერთი რომ ვინმე ნახო რა გინდა ხელისუფლებაში. ხელისუფლება ეს ყველაზე უმადური საქმეა. ხელისუფლება მილიონები, მილიარდები რო დააყარონ, ეგერ რა უქნეს კადაბს, რომელსაც ბიჭო წალკოტი ქონდა ქვეყანაში. ბოლოს ხალხმა ატვირკით გააუპატიურეს. უმადური საქმეა. მაგრამ ფულიანია, იმიტომ რომ დღეს როგორ აიცი, აი პოლიტიკაშია ფული აქვს. აი ესეთია ხელისუფლებაში იმას კრიშავს. ეს არ არის მოგონილი, ეგრეა ჩვენთან საქართველოში. თქვა ბიძინამ რომ ნეპოტიზმს მე ვერ მოусწრობ და ჩემიანები უნდა დავასაქმო. სხვისიანები ფეხებზე კიდიათ მაპატიეთ ამ სიტყვაზე და ზარია და გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა. აი გიყურეთ რა უკვე 90 წლის კაცი ვარ. აი ამდენ ლაპარაკობთ რა უფროსწორე. აი თქვენ ლაპარაკია. ან რაღაც უნდა გამოვიდეთ, უნდა გამოვიყვანოთ ხალხი. ეს მარტო ლაპარაკით, არაფერი არ გამო. თქვენ გამოხვალთ? გამოვართ კი როგორ არ გამოვართ, თქვენი წევრები ხარ არ გამწდენია საერთოდ ასეთი მიტინგი. მაგრამ არა გამოვართ 15 წუთი რაღაცა მილაპარაკეთ. გამოვარ, დიახ, ფოტო არ გამოვარ. აბა ჩვენი მოვალეობა, ჩემო ბატონო, ის რომ ხალხის ყურამდე და აზრამდე მივიტანოთ ის რომ ეს ხდება ქვეყანაში. მიტანილია განაცვალე, მიტანილი რამდენი არ არის მიტანილი, არჩევნები გვაჩვენებს, მაგას ჩემო კარგო რომ არ არის მიტანილი. ვერ გაიგო ამ საზოგადოებამ რომ არ შეიძლება ერთი და იგივე წყალში ვერაზოს ვერ შეხვა. დინარე არ არის. სანამ კონსერვატორებს არ აიცევენ, არაფერი არ გამოვა. ვიცით, ჩვენ ვიცით, მაგრამ მე მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს ეს ყველაფერი, თორე ჩვენ ეს ვიცით და იმიტომ საუბრობთ. განა გვეხალისება აქ ჯდომა და საუბარი. გვინდა რომ ქვეყანამ რაღაცა სიკეთისკენ წავიდეს, მომავალი თაობა იყოს. მე ჩემი მოვჭამე 60 წელს რო გადაცილდები, მე არაფერიც არ გინდა მომავალზე ფიქრი და მომავლისთვის გაკეთება და თუ არაფერი არ გავაკეთეთ და არ ვიბრძოლეთ და შედეგი არ დადგა. რა ვიცი, მე ესე ვთვლი რომ თელი ეს ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული 88 წლიდან სულ ქუჩაში და ბრძოლაში ვართ და ციხე არ დაკვლებია და დევნა და უბედურება და რა ვქნათ, მაგრამ მაინც ვიბრძვით, მაინც ყურებს არ ჩამოყრით და ნიჰილიზმში არ მივდივართ. მე ესე მჯერა და ესე მინდა ისა ერთი მინდა აი ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი, ვაშკაცი კაცი, ჩვენი პოლიტიკაში სუფთა ადამიანი, ჩვენი ლევან ჩაჩუა ცოტა ისე მდგომარეობაშია, მე მინდა მას გავამხრევოთ, ჯანმრთელობა უსურვოთ. უთხრა რომ ჩვენ ყველას გვიყვარს, ყველა ვლოცულობთ მისთვის და მინდა რომ ეს მარხვის მადლი აღდგომის ბრწყინვალე დღე მისთვის ყოფილიყოს საშუალება იმისთვის რომ ეს ფეხზე ისევ ვაშკაცურად დამდგარიყოს, დიდი ოჯახის პატრონია, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი, კარგი პოლიტიკოსი, ნამდვილი ქართველი, ნამდვილი მართლმადიდებელი ადამიანი და ღმერთს ვთხოვთ, რომ ჯანმრთელი და ისეთი ვაშკაცი და ისეთი შემართებით დაბრუნდეს ჩვენთან, ჩვენ რიგებში, რომ ისევ ბრძოლა და ისევ
მომავლისთვის დიდი სიამოვნებით ბატონ ლევონთან ერთად კიდევ ვიბრძოლებდით. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვერდით დაუდგებოდით და ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო. მინდა ერთი წუთი დაგვრჩა, ისევ მინდა გავიმეორო, რომ ნიჰილიზმს უნდა შევეშვათ, უნდა გავიაზროთ და გააზრებულად ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ერთი დღით არ ვცხოვრობთ, ხალხო, ჩვენთვის შეიძლება დღეს ეს მომგებიანი იყო, მაგრამ ცოტა შორს უნდა გაიხედოთ, ადამიანებმა უნდა შევძლოთ ის, რომ რამენაირად გადავაგოროთ ეს ყველაფერი და იქნებ პატრონი გამოგვიჩნდეს და ეს პატრონი ჩვენ თავს უნდა ვეყუდნოთ, როგორც დიდი ილია, წმინდა ილია ამბობდა და მაშინ გვეშველება. მინდა ყველაფერი სიკეთე, მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გისურვოთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, საღამოს გისურვებთ. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ, ამავე არხზე, ამავე სტუდიაში და კვლავ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ფარავდეთ უფალი.